სახელითა მამისათა დადისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს. ესე იგი, არ შემიძლია აფთოვანებით არ შეგაქოთ თქვენ, მაგრამ არ შემიძლია რომ შემდობა არ გთხოვოთ. წირვა ჩვენთან, ასე ვთქვათ, გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ მიზეზის გამო არ ხდება ეს. გალობაზე უარს ვერ ვიტყვით. სახურებას ვერაფერს ვერ დავაკლებთ. სიცივეს თქვენთან ერთად ჩვენს ვითმევთ, მაგრამ მაინც თქვენ შემდობას გთხოვთ, რადგან ჯერ ვერ გილოცეთ ისე კარგად, რომ ღვთისშეწენითა და ღვთის დახმარებით გამოაჩინოს შემწე, რომელიც აი ამ ჩვენს პრობლემას მოგვიგგვარებს. მაგრამ საშიში არაფერი. 40 მოწამე სებასტიელი გაგვახსენდეს ხოლმე ესეთ ჯამს და მაშინ წირვა უფრო ესეთი იქნება. შინაარსიანი და ჩვენი სიმხნევეც კიდევ უფრო გამტკიცებული იქნება. დღევანდელი 60 ქულო ამბობს, რომ კაცსა ჩვენსა მიეცემა მოცემულარს მადლი საზომისა ჩვენი ნიჭისა ქრისტესაგან, რომლისათვისცა იტყვის ახთა მაღალსა წარმოსვენა ტყვე იგი, ანუ დაარღვია ჯოჯოხეთი და მისა იგი ნიჭად კაცთა, ანუ სიხარული და უნარი აღდგომის მადლით ერთხელ დაკარგული ჩვენი ზეციური სამშობლოს კვლავ დაბრუნების საშუალებით. და ახსვა იგი რაიმე არს, არათუ ესე, რამე თუ შთახთა იგი პირველად ქვესხმელთა ქვეყანისათა ჯვრით და რომელი გარდამოხდა იგივე არს, რომელი ამაღდა ზეცად ყოველთა საათად, რათა აღავსნეს ყოველნი. ანუ ცაზე მაღლა ამაღდა. იმიტომ ამაღდა, რომ ჩვენ ყველანი აკი სულთმოფენობის ჟამს გვახსოვს ხოლოცებში, რომ მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკურლევანთა აღმოსებელი, რომ მოავლინოს ჩვენ ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად. აკი მოციქულებსაც უთხრა, თუ არ ჯვარს ვეცვი, თუ არ ავმაღდი, მაშინ ნუგეში სულიწმინდის ზალა და მადლი ვერ იქნება თქვენთან. აი ესევე მოციქული ამბობს ამას. და მან მოსნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი. და ამ მადლით მაცხოვარმა ჩვენს დასამოძვრად და სორგზაზე ყვანებელად დაგვიდგინა და მოგცა მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, მახარებელნი, წყემსნი და მოძღვარნი და სხვაგან ამბობს დაემორჩილენით მოძღვართა თქვენთან, რამე თუ მათ იტვირთეს პასუხისგებლობა თქვენ სულებზე ზრუნვისა და გადარჩენისა და არა პირიქით თქვენ, ანუ მიჰყვედრით მათ. დასამტკიცებელად წმინდათა საქმეთ მსახურებისა, აღსაშენებელად გვამისა ქრისტესისა. და გვამი ქრისტესი რა არის? ხილული ეკლესია. არის ზეციური ეკლესია, მოზეიმი. და არის ხილული მიწიერი ეკლესია, მებრძოლი. ჩვენ ვართ ესენი. და ვიდრემდე მივიწივნეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა. რატო ერთობა? იმიტომ რომ ერთობა არის ყველაზე მთავარი. ქრისტეს მოძღვრება რომ მივიღოთ, ერთობით უნდა ვიყოთ. ღვთისმოყვარენი, თავმდაბალნი, არა საკუთარი თავისა, ასე ვთქვათ, მიმდობნი, თავმომწონენი. იმიტომ რომ ეს ერთობას ვერ შექმნის. და მეცნიერებასა ძისა ღვთისასა ვერ გავიგებთ. და ეს საზომად ასაკისა სავსებისა და მის ქრისტესი. ანუ ეს ჩვენი საზომი ღვთისგან მიცემული ნიჭისა მიედარება ქრისტეს სისავსეს. როგორც იგი ქრისტე, როცა რო არაფერი არ იყო, შესაქმნის თანამონაწილე იყო და როცა რო დღეს ყველაფერი არის და ვიცით, ასევე იმ სამების ერთი წევრია და თანამონაწილე არის ჩვენი ცხონების საქმისა. რა უნდა ვითხოვოთ? იმაზე ძვირფასი, რაც ღმერთმა ჩვენი წინაპრების ხელით, რამე თუ მათ დაიმარხეს მცნება ერთხელ მიღებული და აღარასოდეს აღარ უღალატიათ ქრისტესთვის. ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს, ვიცოდეთ და გვახსოვდეს,
რა ისიკეთე გვიყო ჩვენ ღმერთმა ჩვენი წინაპრების ლოცვითა და მადლით. ხოლო ჩვენ რა გვმართებს ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის ყოველწამიერად. დღეს ტატიანა მოწამის ხსენება არის. ქალწულებიდან აირჩია გზა უფლის გზა და დიდ სასაუბრებს ახსენდა და დაიჭირეს აბრაზდნენ რომ აი ესე ქადაგებით ბევრს მოაქცევდა. მიიყვანეს საკერპოში, პირჯვარი გამოისახა და დაინგრა და მოიყოლია ქვემოთ თუ კი ვინმე იყო. მამა იყო მორწმუნე და მამამ გაზარდა შვილი ასეთ მორწმუნედ. ანუ ეს ჩვენ დღევანდელთათვის არის. როგორიც შვილი, ისეთი, როგორიც მამა, ისეთი მშობელი, ისეთივე იქნება შვილი. ანუ მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და გვაკისრია. რატო? იმიტომ რომ ჩვენი შინაგანისა სახე, სარკე, ჩვენი შვილები იქნებიან. თუმცა ბოროტი არ იშენებს, ყოველთვის ბრძოლობს და ელის რომ უბრალოდ ცდილობს რომ გზას შეაცდინოს თითოეული სული. ამით მას რასურს, თავისი აღსასრული იცის რომ დაინთქმება ჯოჯოხეთის ცეცხლში. მაგრამ მას სურს რომ გულმოწყალე, გულკეთილ უფალს გული ატკინოს მისკენ მიმავალი ადამიანების ცდუნებით და სხვა მხარეს გადადრეკით. მაგრამ ჩვენ წინაპარი გვიდგას და მათი წმინდა საქმეები ესეთ ზღუდეთ, გალავნად, აბჯრად, რომლებმაც ქრისტეს სიყვარულით, ქრისტეს მცნებითა და სიტყვით ერთხელ მიღებული რწმენა აღარ დაუტევეს და აჩვენეს მაგალითი უმაგალითო. ქეთევან წამებულს ვიტყვი. წმინდა გიორგის, რომლის სიყვარული ჩვენს ერს დიდი აქვს, ღირს მამებს, რომლებიც საქართველოში მოვიდნენ რწმენის გასამტკიცებლად, დიდსა და პატარას, ყველას ხო არ ჩამოვხვით ახლა. და ბოლოს ეს ტატიანა წაიყვანეს და რო ვერაფერს ვერ გახდნენ, ლომებს შეუგდეს დასაგლეჯად. მივიდნენ ეს მხეცები და ფეხი აულოგეს. და დასერეს, აწამეს, თვალები დასთხარეს. იგი კი ევედრებოდა, რომ ამ უგუნურებისათვის თვალი აეხილა, რადგან ის ჯალათები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, ამ დროს ტატიანას სხეულიდან სისხლის სანაცვლოდ რძე გადმოძინდა, რომელმაც კეთილსურნელები დაავსო გარემო და მათ ეს თვალის ჩინი დაუბრუნდათ. ვინც იყო ცხრავე ჯალათმა აღიარა ქრისტე და იმ წამსვე დაისაჯნენ ქრისტესთვის. და ბოლოს რომ ვერაფრით ვერ გატეხეს მისი რწმენა, თავი მოჰკვეთეს და მამამისაც, რომელმაც ესეთი კარგი შვილი გაზარდა. ეს ყველაფერი ჩვენთვის მაგალითია, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. რა შეგვაშინებს? ვერც ვერაფერი. რა ურდოებს არ გადაუვლიათ, მაგრამ მაინც მოვერიეთ, რით? ერთი მხოლოდ რწმენით. ეს რწმენა რამხელა იყო? ჩვენი წინაპრის ცხოვრების წესს თუ გავიხსენებთ, შრომობდა, მიწას ამუშავებდა, ვენას გაჩერხდნენ გავდა, ღვინოს აყენებდა, ზიარებისთვის პურს აცხობდა, ხორბალი მოჰყავდა, თესავდა. დოგვის მართლის ოდენა რწმენა იძლევა ყველაფერს იმას, რითაც დღეს ვამაყობთ. ენით, მამულით, სარწმუნოებით, წარსული ისტორიით დღეს კულტურას რო ეძახიან, კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც ეკლესია მონასტრები არის უპირატესად და თითოეული ჩვენთაგანის ხასიათით. გვიყვარს, მტერიც გვიყვარს და მოყვარეც გვიყვარს. თუ ხვდებით, ყველას გულღიად ხვდებით. და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ ღვთის წინაშე, მართალი სინდისით. ღვთის წინაშე ვერ იქნება, ასე თქვა, ორპირი ადამიანი, იმიტომ რომ ორი ბატონის მსახურება შეუძლებელია, ან ერთი უნდა შეურაცხო, ან მეორე. ვინც წყვილს იძახის, მცირედი რო ვთქვა, ეშმაკის მეგობრობას ირჩევს, იმიტომ რომ წყვილის ამშობელი თავად ეშმაკია. და ვინც ქრისტეს ირჩევს, მაშინ ის კეთილსინდისიერია, პირნათელია და არც დიდს და არც მცირე წყვილს არ იტყვის. და ეს ჩვენმა წინაპარმა ცხოვრებაში ისე გაითავისა, რომ ესეთ ანდაზად აქცია, ნემსის ქურდი და აკლემის ქურდი ქურდია. ტყვილი ტყვილია. გინდა პატარა გითქვია, გინდა კეთილი ტყვილი გითქვია, ხშირად გვემართება ხოლმე კეთილი ტყვილი თქვი, გინდა ბოროტი ტყვილი გითქვია. ღმერთ ხო ჩვენიერი სულიერ სიმხნევეს და მასში ვერაზალი ვერ მოგვერება. ჯვრის შეწევნით
იესო ქრისტეს მადლით, ჩვენი ღვთისადმი ერთგულებით, თავდაბალი მსახურებით და მოყვასისადმი სიყვარულით. ღმერთმა დაგლოცა ჩვენთან არის ღმერთი. ილოცავთ გამდებ დღესასწაულს.